ჩვენი ყველასი რო იყოს ეს მიწა. აი, სადაც კწანისია თუ გონიოა, კწანიში უკეთეს ნაკვეთია, გონიაში უარის, მაგრამ ჩვენი მიწა იყოს. რა ვიცი, 1 ჰექტარი შენია, რაღაც 100 კვადრატმეტრი ჩემია, იქ ვიღაც ჩვენი მაყურებლების. მოვიდა ეს არაბი ვიღაც შეიხი და მეუბნება რომ აქ მინდა ქალაქი ავაშენო. ჩვენ ხო მაგრა გავწეწავდით რა თქმა უნდა დავიწყო. და მეორე უბრალოდ წამოიგინე რომ ეს ფული ხო ნახდა ჩვენი იქნებოდა. ანუ ხო ვეღარ იტყოდი რომ აკცანებს და ვიღაც მისცავ. ხო ვეღარ იტყოდი რომ ყობახიძეს ფული რომ მისცა მე რა ხეირიო. ხო და ჩვენ ყველა მივიღებდით ფულს გარანტირებულად და თუ მაგალითად შენ დაარწმუნებდი ხალხს რომ ეს არაბები არ ვარ და არ შეიძლება არ გავყიდით ამ მიწას. ეხლა ეს ამ საკითხის გარჩევა შორს წაგვიყვანს უბრალოდ მე პრობლემა მაქვს მაგასთან ორი სიტყვა. ხო და მე ვამბობ რომ ჩემი განმასახიდან თავრობას ეს მიწა რომ ხალხისთვის მიეცა, ხალხი ყველა ვარიანტში მოიგებდა ამ სიტუაციისგან. მინიმუმ არ დაზარალდებოდა თუ საფრთხეს დაინახავდა. და ეხლა მიწა მაგათი არის, ჩვენ დროებით ვცხოვრობთ თავრობის მიწაზე, ნებართვა გვაქვს ასე ვთქვათ, რომ აქ ვიცხოვროთ. თავრობა რასაც გინდა იმას აკეთებს და ბუნებრივად მეც არ მომწონს ეს ამბავი. მგონი რომ საკვანძოა სიამდვილეში, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი იყოს პირდაპირ გაგება. მაგ შემთხვევაში ჩვენობის გაგებას, ეხლა რაღაც ნაკვეთებად არის დანაწილებული ადგილი და იქ რაღაცა 1000 კაცს ეკუთვნის რაღაც კონკრეტული ტერიტორია. იმას 3 მილიონ ნახევარს უნდა ეკუთვნოდეს. წელი ჩვენი ქვეყანა. ნახევარს ეკუთვნის, მაგალითად მე შეიძლება მეკუთვნოდეს, არ ვიცი, ბორჯომელი ვარ და ბორჯომში ვიღაცას ეკუთვნოდეს სადღაც, მაგრამ აქ ხო არ მეკუთვნის, მაგალითად. მაგაც ეს ხო განაწილების წესია, მაგრამ ეხლა ქვეყანა შენი არის. რაღაც ნაწილს და არ ვიცი, ბევრმა ხმები გაყიდა და იმას ვერ მოელაპარაკება არაბი რომ ეხლა იმასაც ვერაფერს ვერ თხოვ იმ ხალხს ეს ამას ნუყიდი ხალხო ეს ჩვენ ყველა დაზარალდები. იმიტომაც ამ ნაწილს შრომიტომაც გიხსნით პირველ წყაროა ქვეყანა შენი რო არის, ამიტომაც ყიდი ხმას. აბა შენ მიწას ეხებოდეს ეს, შენ მიწის პრობლემა იყოს, რომელიც შენი საკუთრება სხვანაირად დაიცავ. ყველამ ხო იცის საკუთრებას უკეთესად იცავ. შენ ჯიბეში ხელი რო ჩავყოდე რაღაც ამოგლიჯო იქით და საფულე ხო, სხვა რეაქცია იქნება ვიდრე თარობა რო გადასახადებს და ადაშინასობდი ერთ და იგივეა. უბრალოდ ხალხი იმას ვერ ხვდება, ვერ აკონტროლებს და იგუება.